როგორც იქნა ყველა თეატრს საქართველოში მოგვეცა საშუალება რომ სეზონი განვაახლოთ. ყველას მოეხსენება რომ პანდემიის შეზღუდვებიდან გამომდინარე გარკვეული პერიოდი თეატრების ფუნქციონირება შეჩერებული იყო. მე ვგულისხმობ მაყურებელთან უშუალო ურთიერთობას. დღეს ჩვენი თეატრი წარმოადგენს ბატონი რეზო გაბრიაძის, ჩვენი დიდებული ქართველი სცენარისტის, რეჟისორის, საზოგადო მოღვაწის უკვდავ ნაწარმოებს მარშალ დეფანტიეს ბრილიანტს. ამ სპექტაკლს ჩვენ უძღვნით ბატონი რეზოს 85 წლის იუბილეისსა და მის ხსოვნას. მე ამავდროულად მინდა უდიდესი მადლობა გადაუხადა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს, მის რექტორს, ბატონ ზურაბ ხონელიძეს, მთლიანად რექტორატს, პედაგოგ მასწავლებლებს, ლექტორებს, სტუდენტებს, რომელთა პატრონაჟითაც დღევანდელი სპექტაკლი იმართება. რადგან უკვე სეზონი გაიხსნა, ჩვენ დაგეგმილი გვაქვს აღვადგინოთ ყველა ის რეპერტუარში მყოფი სპექტაკლები, საბავშვო თემატიკის იქნება, კომედიური იქნება, დრამა იქნება, მოზარდი უფროსი თაობისათვის და ღვთისწყალობით გავმართოთ ყოველკვირეული სპექტაკლები ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ-მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში. ეს პიესა გახლავთ რევას გაბრიაძის პიესის მიხედვით შექმნილი სპექტაკლი მარშალ დეფანტიეს ბრილიანტი. ეს ძალიან ცნობილი პიესაა, ძალიან ძველი პიესა, ამის რადიო დადგმაც არსებობდა მოკლედ. და ჩვენ შევეცადეთ, რომ რაღაცა სერიურად გაგვეცოცხლებინა ამ დასთან ერთად. ძალიან სახალისო კომედია გამოგვივიდა, ძალიან სხვათა შორის თანადროულიც არ არის დროს ჩამორჩენილი, იმიტომ რომ ბატონ რეზოს ჰქონდა ისეთი აზრები, რაც დროში, ასე ვთქვათ, არ იკარგება, არ კვდება. და დღეს ფაქტიურად გვაქვს პრემიერა, იმიტომ რომ ამდენი ხანი გაჩერებული ვიყავით პანდემიის გამო, რაღაც სიტუაციების გამო და სხვათა შორის ორი ახალი მსახიობი მონაწილეობს დღეს. ფაქტიურად მათი პრემიერა. ეს არ არის პირველი, რაც სოხუმის მოზარდ-მაყურებელთა პროფესიულ თეატრში დგას გვერდში და ჩვენ თვლით ჩვენს ვალდებულებას, მუდამ იქ ვიყოთ, სადაც სოხუმის საქმე კეთდება, სადაც აფხაზეთის საქმე კეთდება და მუდამ გვერდში დავუდგეთ იმათ, ვინც აფხაზეთს წარმოაჩენენ და ეს თეატრი, რომელიც არ არის გუშინ შექმნილი, არ არის გუშინ წინ შექმნილი, ის დიდი ხანია მოდის და ძალიან ბევრი დევნილი დააყენა სცენაზე და ძალიან კარგ საქმეს აკეთებს.